საქართველოში. ნატოს მუდმივმა წარმომადგენლებმა თბილისში ვიზიტი დაასრულეს. ევროპელი დიპლომატები პარლამენტში დავით ბაქრაძეს შეხვდნენ, მანამდე კი მთავრობის კანცელარიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და წინასაარჩევნო პროცესები იყო. ინსტრუმენტები, რაც ჩვენ გაგვაჩნია ნატოსთან ურთიერთობაში, ეს არის ნატოს საქართველოს კომისია პლუს ყოველწლიური გეგმა, ხორციელდება წარმატებით და ყველა მას ვისაც გონია რომ რაღაც ნატოსთან საქართველოს ურთიერთობებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ეს იმის მაჩვენებელია რომ საქართველოს როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველოს სახლი, მომავალი სახლი არის ნატოში. საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტი ამ დღეებში ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ. საუბარი ჰქონდა ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და იმ პროგრესზე, რასაც საქართველო მიაღწია. ჩემი მთავრობა ძალიან ნათლად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეებში ინტეგრაციას. დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ეს საკითხები განვიხილეთ. საქართველოში ძალიან მალე არჩევნები იქნება. მე მჯერა რომ არჩევნების შემდგომი პერიოდი კონსტიტუციურ ჩარჩოებში იქნება მოქცეული.